ახლა კი მივესალმებით იმედი ლაივის პირველ სტუმარს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ხადაგიშვილი შემოგვერთა სტუდიაში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში გორში მოხდარ ინციდენტით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით და იმ უმძიმესი შეფასებით, რომელსაც ამ ფაქტს აძლევენ თქვენი ოპონენტები, ლაპარაკობენ სისტემურ ძალადობაზე, დაუსჯელობის სინდრომზე, რომელიც არის მათი თქმით პოლიციაში. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს კადრები ყველამ ვიცი ხილა, არის აღმაშფოთებელი კადრები. ქმედება პოლიციელების, რა თქმა უნდა, არის ცალსახად კანონის უხეში დარღვევა. ძალადობა, რაც ვიზუალურად სახეზე ჩანდა და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოებმა შესაბამისად ყისერად იმოქმედეს პროკურატურამ სწორედ აი ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ძალადობით გადამეტების, ასე ვთქვათ, მუხლით აღძრა საქმე. თქვენ მოისმინეთ აგრეთვე იმავე ფაქტობრივად, როგორც კი კადრები გავრცელდა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც დაგმო ეს ძალადობა და თქვა, რომ რა თქმა უნდა, კანონი და სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად და ესეც მოხდა. ეხლა 6 პოლიციელი არის დაკავებული. რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან ესეთ მოვლენას ყოველთვის მოსდევს ხოლმე მწვავე რეაქცია და ეს ბუნებრივიც არის და გასაგებიც არის და პრინციპში ესეც უნდა იყოს, იმიტომ ეს საბოლოო ჯამში გარკვეულწილად, იმიტომ რომ პოლიციაც, სამართალდამცავი სტრუქტურაც გარკვეულწილად არა მარტო პოლიცია არა და სახელმწიფო ინსტიტუცია, საზოგადოების ნაწილია. ამიტომ მალზეც მოქმედებს, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრი ცუდ, ასე ვთქვათ და მძიმე შემთხვევებზე და ქმედებებზე. მაგრამ არის მეორე მხარეც, როდესაც ხდება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. და ამას ჩვენ ახლა ვხედავთ ნათლად. და პოლიციაზე თავდასხმები ხშირ შემთხვევაში სწორედ თავდასხმები ამ სიტყვას ვიხმარ, კეთდება იმიტომ, რომ რაღაცნაირად მოხდეს პოლიციის როგორც ინსტიტუციის იმიჯის შებრალვა ბოლომდე და საბოლოოდ, ასე ვთქვათ, სისტემის დასუსტება და ჩამოშლა. ამას ჩვენ ხედავდით მიტინგების პერიოდშიც და აი ეხლაც ეს მძიმე ფაქტი ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა სწორედ სისტემურად რომ მიაყენონ პოლიციის სახელს, პოლიციის იმიჯს სისტემური ზიანი. თქვენი ოპონენტების მთავარი გზავნილი ბოლო 2 დღეა არის ის, რომ ასეთი ფაქტი ხდება არაერთხელ, თუმცა კადრებში მოხდა მხოლოდ ეს შემთხვევა. ასევე ისინი ეხსენებენ აქციების პერიოდს და მთელ ჯაჭვს აგებენ იმაზე, რომ ეს არის სისტემური დანაშაული. ნახეთ რა შეასაქმე. ეს იქნებოდა სწორი, რომ ამ ყველა ინციდენტთან დაკავშირებით არ ყოფილიყო შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ეხლა დღეს ამბობენ, რომ ეს კადრები რო არ ყოფილიყო, შეიძლება ვერც ვერავის ვერაფერი ვერ გაეგო. მაგრამ აქ განსხვავება რაშია? კადრი რო გაჩნდა, მაშინვე ხელისუფლებას არ დაუწყია ორჭოფობა და ასე შემდეგ. მაშინვე თქვა, რომ ეს არის მიუღებელი და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მიტინგების პერიოდში, როდესაც აგრესიული ფონი ქონდა მიტინგს და იქ პოლიციელების მხრიდან იყო კონკრეტული გადაცნობები, თუ გახსოვთ, მაშინაც პრემიერ-მინისტრმა მაშინვე თქვა ირაკლი გობახიძემ, რომ ეს არის გადაცნობები, დასაგმობია, ჩვენ სისტემურ გარკვეულ ცვლილებებს გავაკეთებთ, რომ ესეთი რამე მიტინგებთან, ასე ვთქვათ, მიტინგის დაშლის ან აღკვეთის პროცესში არ მოხდეს, ეს გაკეთდა კიდევაც და აგრეთვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, რომელსაც გარკვეული პერიოდი დასჭირდა, რომ ეს ასე ვთქვათ, ეჭვმიტანილი დანაშაულში პოლიციელები დაეკავებინათ და სასამართლოსთვის წარედგინათ. თუ შევადარებთ ჩვენ, აი რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს, მაშინ პირიქით იყო საქმე. ანუ ხელისუფლება ყოველ ჯერზე ცდილობდა, რომ პოლიციელების მიერ დაშვებული შეგნებით თუ შეუგნებელი შეცდომები მიეჭკმალა, დაემალა, რაც შეიძლება გამოძიება გაეჭიანურებინა, ან საერთოდ არ ჩაეტარებინა და ჩვენ ვიცით ხო, მრავალი ფაქტი, როდესაც ფაქტი იყო, კადრიც იყო, მაგრამ ხელისუფლება ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი ისე შეეფუთა, ან ისე მოეხდინა ამის პირდაპირ ფალსიფიცირება. ხო, აი ბუტა რობაქიძის საქმე არის ამის ნათელი მაგალითი, როდესაც პირიქით მოიტანეს იქ სხვა იარაღი, დაყარეს მთელი, ასე ვთქვათ, გადაცემა მოამზადეს იმასთან დაკავშირებით, რომ
ეს ფაქტი როგორღაც სხვანაირად აი ეს არის სისტემური დანაშაული და იმ შემთხვევაში, როდესაც ფაქტი ცნობილი ხდება და ამ ფაქტზე ყისიერი პოლიტიკური შეფასებაც და სამართლებრივი რეაგირებაც ხდება, ეს ნიშნავს, რომ სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ესეთი ფაქტები არის დასაგმობი შესაბამისი სამართლებრივი, ასე ვთქვათ, განსჯისა და შეფასების მიცემის, ასე ვთქვათ, იმსახურებს და სწორედ ესეთი მიდგომა ძირშივე, ასე ვთქვათ, არის პრევენცია იმისა, რომ ესეთი, ასე ვთქვათ, ინციდენტები თუ ფაქტები თუ დანაშაულებრივი ქმედებები არ გახდეს სწორედ სისტემური, ასე ვთქვათ, ქმედება. აი ეს არის სწორედ ის, რითაც პირიქით სისტემურად ხდება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით რეაგირება, რაც საზოგადოებისთვის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ სწორი აღთქმა და მეორე მხრივ იმის გაგებაც არის საჭირო, რომ სწორედ ესეთი რეაგირება მყისიერი იწვევს ჩანახსახშივე რაიმე სისტემური დანაშაულის კვალის ან სისტემის ჩამოყალიბების ნეიტრალიზაციას. გადავიდეთ ახლა იმ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ოპოზიციამ ჩაატარა, მათი ნაწილი კმაყოფილია და როგორც ამბობდნენ, ერთმანეთს უნდა დავინახოთო და მე განცხადებებში ჩანდა, რომ კმაყოფილები არიან იმ გაგებით, რომ ცოცხლები ყოფილვართ და პროტესტი ჯერ კიდევ არსებობს. თქვენ რა დაგანახათ ამ დღემ? ბევრი კომპონენტი იყო საინტერესო და საყურადღებო, რას გამოყოფდით თქვენი ოპონენტების რეალური მდგომარეობის შესახებ? ცით რა არის, რომ აქ არის ერთი მთავარი რამე. პირველ რიგში მათ აქციებს არ აქვს მიზანი. ანუ მიზანი, რომელიც რაღაც გარკვეულ ეტაპობრივ შედეგამდე მაინც მივა. აი ეს, ასე ვთქვათ, აქციისთვის, ან აქცია ისეთი მიზნებით, რომელსაც განხორციელება აბსოლუტურად არ უწერია, იწვევს, რა თქმა უნდა, აქციის იდეის და შინაარსის დაკნინებას და განხილვას მათ შორის აქციის მონაწილე ადამიანებს შორის. ეხლა თავების თვლა ისეთი ის არის ხოლმე და ნუ ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს ეხლა უამრავი საშუალება, რომ ისე გადაიღო, ისე გაამრავლო ესა თუ ის აქცია, რომ 10 კაცი 100 კაცად წარმოაჩინო და ასე შემდეგ. მაგრამ საზოგადოებამ ვიცის და დანახულიც არის და რომ აქცია იყო მოგზალებული, ასე ვთქვათ, რაოდენობის. რამოდენიმე 1000 კაცი იყო მთლიანად ამ აქციაზე. ამით რისი თქმა მინდა მე, რომ ეს უშინაარსობა აქციისა საბოლოო ჯამში გამოწვეული არის თვითონ პოლიტიკური ოპოზიციის უშინაარსობიდან. და ეს არის სწორედ მთავარი, რაც იწვევს ასეთი აქციების, ასე ვთქვათ, ჰაერში გასროლილ ქმედებად და შემდგომში უკვე ერთგვარ შიდა დაპირისპირებად. თვითონ აქციის მიმდინარეობის პერიოდშიც კი, აი როცა უკვე აქცია კულმინაციას აღწევდა, თუ სოციალურ ქსელს დააკვირდებოდით, ბევრი, ასე ვთქვათ, აქტიური ოპოზიციონერი, ბლოგერი თუ ასე ვთქვათ, აქტიური პირი აკრიტიკებდა იმ ვითარებას, რა ვითარებაც იყო იმ აქციაზე. ანუ გამოდის, რომ თქვენ ოპონენტებს ახლა იდეების კრიზისი უდგათ რეალურად. რა თქმა უნდა, ეს ხო დიდი ხანია დგას. ეს იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის, კონკრეტული გეგმის არარსებობა, ეს არის სწორედ მთავარი პრობლემა მათი. ვერ ჩამოყალიბდნენ ეს ხალხი, რომ რევოლუცია უნდა მოახდინონ, უნდა ელოდონ რაღაცა ინციდენტს, რომ ამაზე თქვათ, როგორც გულში მოხდა, რომ ამაზე, ასე თქვათ, ფლოიდის ამბავი რაც მოხდა შეერთებულ შტატებში, ისეთი რამ ააგორონ, თუ უნდა ემზადონ ნორმალური ვითარებაში შექმნან და ემზადონ არჩევნებისათვის. ვერ ჩამოყალიბებულან ამაზე, ამიტომაც არის, რომ მათი აქციები სწორედ არის ამ ხრივ არამიზანმიმართული, არაშინაარსობრივი ეტაპებით არ არის განსაზღვრული, დღეს რა არის, ხვალ რა არის, ზეგ რა იქნება. ამიტომ იკრიბება ეს ხალხი რაღაცა, რა მნიშვნელობა აქვს 1000 იქნება თუ 10000 შინაარსისგან და მიზნის მისაღწევი ქმედითი, ასე თქვათ, გზისგან არის დაცლილი. რევოლუციას უკვეთავს სააკაშვილი ძალიან აქტიურად საპატიმროდან, ხან საყვედურობს, ხან აგულიანებს, რომ მიდით ახლა რევოლუციური ჯავშან მანქანის ინჟინრები მოძებნეთო, მაგრამ აი რაღაცა საბოლოო ჯამში კონფლიქტამდე მიდის ეს ყველაფერი, რომ აქედან პასუხობენ, რომ არ შეგვიძლია და დაგვანებეთ თავი, რა სიტუაციას ახლა სააკაშვილის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ბრძოლის გამოცდილება სწორედ რევოლუციას ეყრდნობა, ხო?
2003 წელს იყო მართლაც რევოლუციისათვის ან სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ხელისუფლების არაარჩევნების გზით ცვლილებისათვის ნოყიერი ნიადაგი. ყველას გვახსოვს ის პერიოდი, აღარ არის ახლა ამის მოყოლა, ამიტომ ერთი რო იტყვიან სული შებერვა იყო საჭირო და ეს შეიძლება განხორციელებულიყო და განხორციელდა კიდევაც. ამიტომ შემდგომი მისი ყველა არჩევნები თან თუ დავაკვირდებით, იყო ეს გარკვეულად რეპრესიული და ზეწოლის არჩევნები, გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ეს გაჩეჩილაძე იყო ოპონენტი და ასე შემდეგ და ამიტომ მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ ასეთი რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დაალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს. და ამიტომ ის მუდამ აპელირებს იმაზე, რომ რევოლუცია. ამით მას უნდა რომ თავისი თავი როგორც ლიდერი წარმოაჩინოს და მეორე მხრივ რეალურადაც ხედავს, რომ ამ ოპოზიციას დღეს არჩევნებით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. და ერთი რამე არის იცით, რომ ოპოზიციას აქვს დაშვებული ისეთი შეცდომა, რომლის ახსნა შეუძლებელია, ანუ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგები ეს იყო, მე ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთი იყო 2012 წლის არჩევნები, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა და ეს იყო ის შედეგი, სადაც ოპოზიციამ პრინციპში შეძლო ძალიან სერიოზული შედეგის დადება. ერთი წლის შემდეგ კიდე უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის არჩევნები. ეს ყველაფერი ამ, ასე ვთქვათ, ოპოზიციამ გარე კარნახით შიდა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებებით, ამას აღარ აქვს ჩვეულებრივი ამომრჩევლისთვის მნიშვნელობა. ამათ ეს ყველაფერი გაანიავეს და დღეს ეხლა არიან ესე რო იტყვიან პოლიტიკური უდაბნო, რომელიც თვითონვე შექმნეს. ამ უდაბნოში აქეთ-იქით იხდებიან. რა სინაწილებენ ახლა საინტერესოა, იმიტომ რომ მათ ხო რეალურად იციან ის მონაცემები, რა ამომრჩეველი ყავთ ამ დროის მონაცემებით, თუმცა ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას, იქ სააკაშვილიც ვახსენეთ, მისი განცხადებები, რომელიც ცდილობს რომ საკუთარ მიზანში ამოიღოს ეს ადამიანები, ამის პარალელურად პასუხობენ სხვადასხვა პარტიებიდან და მოკლედ დიდი კონფლიქტია. ანუ რა სინაწილებენ, ან რას ვერ ინაწილებენ? ვერ ინაწილებენ და ინაწილებენ ვინ უნდა იყოს პირველი, ასე ვთქვათ, ვის გარშემო უნდა ხდებოდეს პოლიტიკური პროცესის ფორმირება, დაწყებული საკადრო საკითხების გადაწყვეტით და საერთოდ პოლიტიკური ამის ამბიცია აქვს იგივე იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობიდან ცალკე მოძრაობა შექმნეს ევროპული საქართველო, მერე იგივე ნიკა მელიას, რომელიც დარჩენილ ნაციონალურ მოძრაობაში გახდა ლიდერი, შემდეგ აგერ გვარამიას, რომელსაც მიაჩნია, რომ ის არის რეალური, ასე ვთქვათ, ტვინი და რეალური იდეოლოგია ახლა ამ ნაციონალური მოძრაობის ხან დაშლილი, ხან შეკრებილი, ხან დაახლოებული ოპოზიციის, ასე რომ ეს აქტორები არიან, რომლებიც ცდილობენ და ფიქრობენ, რომ ისინი არიან ის ადამიანები, ვისაც აქვს იმის უნარი, რომ დასავლეთი დაარწმუნონ, რომ თუ მათზე იქნება გაკეთებული, ასე ვთქვათ, ფსონი ჩამოსული, ისინი მოახდენენ საქართველოში იმ ხელისუფლების მოყვანას, რომელიც მათ, ასე ვთქვათ, ყველა ნათქვამს თუ დავალებას პირნათლად შეასრულებენ. აი ამას იყოფენ დღეს რეალურად და ერთი რამეც არის საერთოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ერთია, როდესაც შენ რეალურ ოპონენტს უპირისპირდები ხოლმე, მაგრამ როდესაც პარტიის ან რაღაც გარკვეული პოლიტიკური ერთობის შიგნით იწყება განხეთქილება, იცოდეთ, რომ შიდა დაპირისპირება ამ დროს გაცილებით უფრო მწვავე და მძიმეა ხოლმე, შეიძლება ხანდახან ესე პირდაპირ გარეთ არ გამოდიოდეს, მაგრამ ეხლა ყველაფერი გამოტანილია გარეთ. ამიტომ ეს მოვლენები, ასე ვთქვათ, აი ამ ძიმე ლოგიკით ვითარდება ოპოზიციაში. აი ახლა შევეხოთ სწორედ იმ დიდ ძალისხმევას, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი მეგობრები დებენ ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში საქართველოს ფარგლებს გარეთ. და ერთ-ერთი უახლესი მაგალითი გვაქვს ეს საქართველოს წარმოჩენა როგორც ირანის ორბიტაზე მყოფი ქვეყნის, კანდელაკის ეგრეთ წოდებული კვლევა, რომელსაც ეყრდნობა უკვე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემა, ეს ნაცადი ხერხია, რა არის მისი მიზანი და საბოლოო ჯამში რა შედეგზე სურთ გასვლა თქვენი აზრით? ეს არის ის სწორედ რომ ნახეთ, როდესაც ოპოზიცია არის, ასე ვთქვათ, შინაარსისგან გამოფიტული და როდესაც ის ხვდება, რომ მას ძალა არ აქვს
ასე ვთქვათ, პოზიტიური დღის წესრიგით ქვეყანაში თავისი პოლიტიკა, ასე ვთქვათ, გამარჯვებისკენ წაიყვანოს, ყოველთვის იწყებს გარე, ასე ვთქვათ, პატრონის მაამებლურ საქმიანობას. და ამ შემთხვევაში მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს იმიჯი, საქართველოს ფიზიკურად, ეკონომიკა და ასე შემდეგ თუ არ დაზიანდა, რამაც ხალხში ისეთი შეუქცევადი უკმაყოფილება უნდა გამოიწვიოს, რაც ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ რევოლუცია იქნება თუ გადატრიალება იქნება თუ რაც იქნება, მოვალთ ხელისუფლებაში. აი ამ მიზნით არიან ისინი დღეს, როდესაც ამას აკეთებენ და იმას კი არ ფიქრობენ, რომ ეს ცუდი იმიჯი, რასაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს შეუქმნათ, არ არის მარტო ამ ხელისუფლების პრობლემა. ეს იქნება მთლიანად ყოველთვის საქართველოს პრობლემა. იმიტომ რომ ეს იმ გარკვეულ წრეებში ილექება უცხოეთის გარკვეულ ანალიტიკურ თუ აქტიურ საზოგადოებრივ წრეებში ილექება ეს, რომ საქართველო არის ან რუსეთის სატელიტი ქვეყანა, ხან ჩინეთის სატელიტი ქვეყანა, ხან ირანის სატელიტი ქვეყანა. აი რაც კი სადმე კონფლიქტი ან რამე ცუდი ხდება, მით უმეტეს თუ მას რაიმე გეოგრაფიული სიახლოვე შეიძლება საქართველოსთან კონდეს, მაშინვე იწყებენ საქართველოს მიწებებას. ეხლა თან რა არის, ნახეთ, ყველაზე ცუდი კიდე რომ რას იყენებენ ამაში. ჩვენი თანამოქალაქეები, მუსლიმები, ნაწილი რომელიც არის შიიტური მიმდინარეობის აღსარებლობის, ასე ვთქვათ, მიმდევრები, აი მათი ფაქტი, რომ ეს ადამიანები თვითონ არსებობენ და ეს რელიგიური მწამსი აქვთ, ეს არის დახვეული, ასე ვთქვათ, აი ამ ადამიანებს ესე წირავენ თელ ქვეყანასაც და კონკრეტულად აი ამ, ასე ვთქვათ, ჩვენ თანამოქალაქეთა ჯგუფს. და ერთ რამესაც ვიტყვი, სხვათა შორის, რომ ეს დასავლეთში, ამ შემთხვევაში ამერიკაზე მაქვს, ამერიკის შეერთებულ შტატებზე საუბარი, ყოველ შემთხვევაში იმ დელეგაციას, რომელიც იყო და ეხლაც ახალი დელეგაცია არის ჩამოსული, აი მოგეხსენებათ ახალი ურთიერთობების დამყარების მიზნით, ხო? იმათ ეს საკმაოდ ძალიან კარგად ესმის. საკმაოდ არა, ძალიან კარგად ესმით, რომ ვინ და რა ძალები არიან ამ, ასე ვთქვათ, ქმედებების შემკვეთებიც, განხორციელებლებიც და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ თქვენ ახლა რასაც პერსონაზია ლაპარაკი. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ანუ ოპოზიციის ახალ სტრატეგიას, რომლის მიზანია, რომ ქვეყანა პირველ რიგში არა მხოლოდ იმიჯურად, არამედ ეკონომიკურად დაზიანდეს და ამის შემდგომი ნაბიჯი იქნება ეგრეთ წოდებული რევოლუციური მუხტის მოძლიერება. იცით რა არის, ნახეთ, მოდი ასე ვთქვათ რა, საზოგადოება ყველაფრით კმაყოფილია. რა თქმა უნდა, არ არის ყველაფრით კმაყოფილი. 21 საუკუნეში ჩვენ გვაქვს ის, ასე ვთქვათ, მსოფლიო ტრენდი, რაც იყო მე-20 საუკუნის შუა პერიოდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა საზოგადოებები მეტნაკლებად დამშვიდდა, ჩამოყალიბდა იგივე ევროპაში. სოციალური, პოლიტიკური მშვიდობა დამყარდა ამ პერიოდში. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ მსოფლიოში ეს დაპირისპირება სახელმწიფოში საზოგადოებებს შორის ამერიკიდან დაწყებული, ევროპაზე გადმოსული და ასე შემდეგ, მათ შორის საქართველოს არის ეს რაღაცა დროის სულისკვეთება არის, ხო? მაგრამ ეს დაპირისპირება, მაგრამ ეს დაპირისპირება, რომ რევოლუცია იქცეს, საჭიროა დუღილის ტემპერატურის მიღწევა. იმის გამო, რომ საქართველოს აქვს ეს ეკონომიკური წინსვლა და რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მერერა, მაინც არის, ასე ვთქვათ, ყოველთვის რაღაცას რომ მიაღწევ, უფრო მეტი გინდა. ეს ეკონომიკური წინსვლა გინდა არ გინდა ასახული არის მოსახლეობაზე. ამიტომ მოსახლეობა შეიძლება უკეთესი უნდა აქვს ხშირ შემთხვევაში ობიექტური წუხილი ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს მოსახლეობა ხედავს, რომ მაინც ამ ხელისუფლების პირობებში მშვიდობა შენარჩუნებულია, პოლიტიკური სტაბილურობაც, ასე ვთქვათ, კონტროლის ქვეშ არის და ეკონომიკაც წინ მიდის და ადამიანს შემოსავალი აქვს იგივე ის სიღარიბე ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად, ასე ვთქვათ, ცირდება. ამიტომ ეს ყველაფერი და თან ის რომ მედია თავისუფალია, მედიას სივრცე, ეს ხო ბევრ რამეს ნიშნავს. ეს რას ნიშნავს, რომ ანუ დაფარული ამ ქვეყანაში არაფერი არ არის. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის, თავისუფლად გამოთქმის საშუალება. ამიტომ ეს დუღილის ტემპერატურა ვერ აღწევს რევოლუციურ, ასე ვთქვათ, ნიშნოს, როგორიც ჩაფიქრებული აქვთ ამ ჩვენ ოპოზიციას და მათ გარე, ასე ვთქვათ, მრჩეველებს და ტრენერებს. აქედან გამომდინარე, არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის, რომ საქართველოს მოექცეს ისეთი სანქციების ქვეშ, რაც ეკონომიკას პირდაპირ დაარტყავს.
და უკვე როდესაც ეკონომიკას დაარტყოს, როცა მოსახლეობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება, აი მაშინ უფრო მე იმას კი არ იტყვიან, რომ ეს სანქციები ზბრალი არისო. მე იტყვიან, რომ აგერ ქართულმა ოცნებამ ისე გააკეთა, რომ სანქციები დაიმსახურა, ეკონომიკა ჩამოიშალა. მარტივი არის აქ ყველაფერი. გათვლილი არის ძალიან მარტივ, მაგრამ ზაკრულ, ასე ვთქვათ, ქმედებაზე და ეს არის ამიტომ გავხდით ახლა ჩვენ თურმე და ზოგადად ახლა ეს ჯო უილსონის და ამ კანდელაკის ეს განცხადებები ძირითადად მოსახლეობის 0.1 ალბათ 1/10% აღიქვავს, ასე ვთქვათ, მათთვის ასარგებლოდ. ანუ ვინც აი ამ მავნე იდეოლოგიასა და აზროვნებას მიყვება. მოსახლეობის 99 და დანარჩენი პროცენტისათვის გასაგებია, რომ ეს არის ბინძური მეთოდებით საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა. მიმეორებ, ეს არ არის მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის საქართველოს სამშობლოს წინააღმდეგ ყველაზე უფრო დაბალი ბინძური მეთოდებით ბრძოლა. ჩვენი საუბრის დასასრულს შევეხოთ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებს იმ კონტექსტში, რომ საინტერესო განცხადებები გაკეთა დღეს კაია კალასის მხრიდან, როგორ უნდა გავიგოთ მისი სიტყვები იმის თაობაზე, რომ ევროპისთვის უსაფრთხოებისთვის შეიძლება რისკის შემცველი იყოს და ასე განიხილავს ევროკავშირის ლიდერთა უმრავლესობა რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი რუსეთთან სავარაუდო მოლაპარაკებების დროს თქვენი ოპონენტები აღფრთოვანებული არიან, რომ ევროკავშირი ამ თემაზე საუბრობს და ამბობენ, რომ აი როდესაც ევროპას ბრალდება ქვეყნის სუვერენიტეტის დაკნინება, ეს საპირისპირო არგუმენტია, რომ პირიქით ისინი იცავენ საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო დონეზე. პირველ რიგში ერთს ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, ქალბატონი კაია კალასის განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული, თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველოს არ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, საფრთხის პირველი და მთავარი, ასე ვთქვათ, ობიექტი და სუბიექტი. აღმოჩნდა შორსყოფი ამ შემთხვევაში ევროკავშირი. მაგრამ საქართველოს გამოტოვება. ამ საქართველოს არ უქმნის ეს საფრთხეს და ევროპას უქმნის. იმიტომ ვერ თქვა ალბათ ეს, რომ ჯერ ალბათ პოლიტიკური და დიპლომატიური სიღრმე არ ეყო და მეორეს ერთი. ძალიან უჭირს ყოველ შემთხვევაში აი ამ გამწვავებულ ომამდე და ისიც აი ბოლო პერიოდამდე ძალიან უჭირდათ სიტყვა ოკუპაციის ხსენება ევროპაში რუსეთთან მიმართებაში. საერთოდ არ ახსენებდნენ. დოკუმენტებში ჩაწერა არ უნდათ არსად. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს არ შეიძლება იყოს საჯილდაო ქვა. და შენ თუ გინდოდა საქართველოს დეოკუპაციაზე რეალური, ასე ვთქვათ, არა მარტო ხანდახან 10 წელიწადში ერთხელ განცხადების გაკეთება, რეალური საქმიანობა, ალბათ 2008 წლის შემდგომ უფრო კონკრეტული და მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა გაგეტარებინათ. ამ შემთხვევაში შეიძლება კაია კალასი მაშინ არ იყო, მაგრამ ზოგადად ვამბობ ამ ევროკავშირის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენზე კარგად ვინ იცის, რას ნიშნავს ოკუპაცია და ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ გაერთიანდეს საქართველოს და ეს ოკუპაცია და გახლეჩვა ჩვენი ქვეყნისა დასრულდეს ამით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერ სუმცირე აი ამ კონკრეტულ განცხადებაში იმით უნდა დაეწყო საუბარი, რომ რას წარმოადგენს ეს ოკუპაცია საქართველოსთვის. და ამ ოკუპაციაზე საუბრის დროს უნდა გაეთვალისწინებინათ ისიც, რომ ევროპარლამენტი აი ოკუპირებულ ქვეყანას, რომელიც თურმე ევროპას უქმნის საფრთხეს და საქართველოს ნახსენები არ აქვს, რომ მოუწოდებდნენ რუსეთთან კონფრონტაციისაკენ, მაშინ ეს საფრთხე როგორი იქნებოდა, უფრო ღრმად და უფრო გონივრულად რო შეეყიდათ. ამიტომ ეს განცხადებები მესმის მე საბოლოო ჯამში საითკენაც არის მიმართული და რომ გითხრათ, რომ ამით ისინი რუსეთთან რაიმე ქმედით პოლიტიკას გაატარებენ, ნაკლებად მაქვს ამის იმედი. გასაგები. მადლობა ინტერვიუსთვის. რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იყო ჩვენი სტუმარი.